მერვე პუნქტი ახალი სოციალური პოლიტიკა. საქმეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ იმდენი მძიმე პრობლემის შემოტანა გვიწევს და თითქოს რაღაცა მარტივად ამ ყველაფრის გადაგორება, რომ რაღაც მეუხერხულება ხოლმე თქვენთანაც, საკუთარ თავთანაც, მაგრამ ასეთი მემკვიდრეობა გველოდება ჩვენ, მემკვიდრეობა, რომელიც არის ნაძარცვი, რომელიც არის კორუფციით და არაკომპეტენტურობით სავსე. ახალი სოციალური პოლიტიკის პირობებში ნიშნულოვანია, რომ დღეს ჩვენს მომავალ თაობას საჯარო სკოლებში მივცეთ შესაძლებლობა, რომ განვითარდნენ რეალურად. რას გულისხმობ თამაში? ყველა სოციალური საერთაშორისო კვლევის მიხედვით, მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ი წლების განმავლობაში გვეუბნება, რომ მთელ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, ყოველი მესამე ან მეოთხე ბავშვი შიმშილობს სკოლაში, როცა ისინი გადიან სასწავლო პროცესს. ყოველი მეოთხე და მესამე ბავშვი შიმშილს განიცდის. მე მინდა მივმართო განსაკუთრებულად მასწავლებლებს და პედაგოგებს, რომელთაც ყველაზე ნათლად იცით, შეგიმჩნევიათ გულწასული ბავშვები გაკვეთილზე, შეგიმჩნევიათ როგორ ვერ შედიან მაგალითად ბუფეტში და ვერ ყიდულობენ პატარა ფუნთუშასაც კი ამ სიღარიბის და მძიმე მდგომარეობის პირობებში. თქვენ უნდა იყოთ მასწავლებლები და პედაგოგები, ვინც ამ საკითხს წამოსწევთ ისეთ სიმაღლეზე, რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც ამ პრობლემაზე არ ილაპარაკებს. ჩვენ ვამბობთ, რომ 100 მილიონი ლარის გამოყოფით შესაძლებელია დედაქალაქში ბავშვთა შიმშილის გადაწყვეტა სკოლებში. ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს ბავშვთა უფასო და ჯანსაღი კვება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სწორედ იმ მომავალზე, რომელიც იზრდება თქვენს შვილებზე, თქვენი მეზობლის შვილებზე, ვისაც ამის საჭიროება აქვს და ეს საჭიროება თვალნათელია ყველა კვლევის მიხედვით. ერთ-ერთი გაგრძელება იმ შიმშილის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სუფევს. ყოველწლიურად სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება ამ ქვეყანაში. ეს ნიშნულია იმისა, მანიშნებელია იმისა, რომ საზოგადოება ღარიბდება და ამ სიღარიბის შენარჩუნებას არასწორი სოციალური პოლიტიკით ანტიქართული ოცნება ცდილობს. დღეს სოციალურ სასადილოში ერთი ადამიანის გამოკვებაზე, ერთი ულუფის მომზადებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 1 ლარი და 70 თეთრი. 1 ლარი და 70 თეთრი. წარმოიდგინეთ, აი თქვენ აქ მყოფმა საზოგადოებამ, მაყურებლებმა, ვინც გვიყურებს, რისი მომზადება შეიძლება ერთი ადამიანისთვის 1 ლარად და 70 თეთრად. რაშიც ასევე შედის შენობის ადმინისტრირება, ხელფასები, კომუნალური გადასახადები და ასე შემდეგ. რეალურად ეს თანხა ჩამოდის დაახლოებით 1 ლარსა და 30 თეთრზე, მაგრამ თუნდაც იყოს 1 ლარი და 70 თეთრი. ეს არის ის სამარცხვინო ოდენობა, რომელზეც საუბარიც არ შეიძლება. არც კი შეიძლება ეს სერიოზულად განვიხილოთ. ღირსების შემლახავია. ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი გეგმა, ჩვენი საქმე იქნება ის, რომ რეალურად რამდენიმეჯერ უნდა გაიზარდოს, 3-ჯერ, 4-ჯერ უნდა გაიზარდოს ულუფის ღირებულება იმისთვის, რომ შევძლოთ მრავალფეროვანი, ხარისხიანი, რეალური მხარდაჭერის გამოცხადება. იმიტომ რომ თუ შენ ხედავ შენს გარშემო ღარიბ ადამიანს, რომელსაც უჭირს, რომლის სიღარიბეშიც ეს სახელმწიფოა სწორედ დამნაშავე, მას უნდა დაუდგე გვერდით და შესთავაზო ღირსეული მხარდაჭერა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად.